მშვიდობისა დღის მთავარი თემებითა და სტუმრებით ეთერშია დღის ქრონიკა. მსოფლიო ომის დასრულებისა და ახალი გადაწყვეტილების მოლოდინშია 3 წლის წინ 2022 წლის თებერვალში დაწყებული რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში სავარაუდოდ დასასრულისკენ შეიძლება წავიდეს. ამის მოლოდინი გააჩინა 12 თებერვლის საღამოს სატელეფონო საუბრება. ეს ომი არის კატასტროფა, ჩვენ გსურს ამ ომის დასრულება, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ტელეფონით ჯერ პუტინს ესაუბრა, შემდეგ კი ზელენსკის. ახლა მსოფლიო ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრის მოლოდინშია, რომელიც სავარაუდოდ საუდის არაბეთში გაიმართება. ტრამპის პირდაპირ სატელეფონო კავშირს რუსეთსა და უკრაინასთან გამოეხმაურა ევროპა. განცხადებაში შეიმჩნეოდა მცირედით უკმაყოფილო ტონი იმის თაობაზე, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოლაპარაკებაში ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი უნდა მონაწილეობდნენ. ამ ფონზე ევროპარლამენტისთვის ერთ-ერთი მთავარი თემა, როგორც ჩანს, ისევ საქართველოა. მორიგი რეზოლუცია სანქციების მოთხოვნით, არჩევნების არაღიარებით და მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების უცვლელი მოწოდებითაა გაჯერებული. ქართული ოცნების პოლიტსაბჭო ევროპარლამენტს განცხადებით პასუხობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი რეზოლუციების შემოქმედი ორგანოს სერიოზულად აღქმა შეუძლებელია. პარალელურად საქართველოს პარლამენტში სტარტი აიღო იმ საგამოძიებო კომისიამ, რომლის დანიშნულება მისივე სახელწოდებიდან გამომდინარე 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმის და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა იქნება. დღის ამ მთავარ თემებზე ჩვენი სტუმარი კომისიის წევრი და ქართული ოცნების დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილია. მსოფლიო პოლიტიკაში გამოკვეთილ ომის შესაძლო დასრულების კონტურებზე კი დღის ქრონიკის მეორე ნაწილში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ისაუბრებს. ჩვენი პირველი სტუმარი გახლავთ თენგიზ შარმანაშვილი. მოგესალმებით ბატონ თენგიზ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. რამდენიმე თემას შევეხოთ და რადგან შედარებით უფრო ახალია ევროპარლამენტის რეზოლუცია, სწორედ დავიწყოთ ამ დოკუმენტით საუბარი. ამ რეზოლუციაში მთელი რიგი მოთხოვნებია ჩამოთვლილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რასაკვირველია ცალკე პუნქტადაა აღნიშნული სააკაშვილის უცვლელი თემა და ახალი არჩევნების მოთხოვნა. გავრცელდა პოლიტსაბჭოს პასუხიც, რომელშიც თქვენი გუნდი იშველიებს ვიქტორ ორბანის პოზიციასაც და ასკვნის, რომ ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა აბსოლუტურად შეუძლებელია. აი ეს პასუხი რამდენად ანეიტრალებს იმ შედეგებს, რაც შეიძლება მოჰყვა შიდა პოლიტიკურ პროცესში აი ამგვარი რეზოლუციების და მისი ტექსტების გავლენას. დიახ, ამ რეზოლუციას ფასი არ აქვს, ეს განმარტებები უკვე გავაკეთე, ვინაიდან ეს ფაქტებზე არ არის დაფუძნებული. ეს კი ნებისმიერი პირის, მათ შორის სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა იქნებოდა რელევანტური, თუ თქვათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაადგენდა, რომ მას არ ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა საქართველოში და ეჭქვეშ დააყენებდა იმ განაჩენს, რომელიც მის მიმართ დადგა. თქვენ იცით, რომ სტრასბურგის სასამართლოში ეს საკითხი განხილული იქნა და სააკაშვილის მხარემ ეს საკითხი წააგო, სახელმწიფო მოიგო და ვერ დადგინდა, რომ მას არ ჰქონდა საშუალება ქონოდა სამართლიანი სასამართლო. ანუ არავითარი ეს განაჩენი არ იწვევს. აქედან გამომდინარე, ეს ხომ არ არის მხოლოდ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც ევროპული სასამართლო თვითონ ადგენს სამართლებრივად, რომ ეჭქვეშ არის ეს განაჩენი, როგორ შეიძლება ეს საკითხი აღმოჩნდეს სერიოზული ორგანოს რეზოლუციაში? ეს პირველი. სხვა დანარჩენ საკითხებზეც არჩევნებთან დაკავშირებით ისინი აცხადებდნენ არჩევნებამდე, თქვათ ევროპარლამენტარების და ევრობიუროკრატებიც, რომ თავარი იქნებოდა ეუთო ოდირის დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არ მოეწონათ ეუთო ოდირის ეს დასკვნა, ვინაიდან არ იყო მითითებული, რომ რაიმე ისეთი დარღვევა, რომელმაც შეიძლება ეჭქვეშ დააყენოს, თქვათ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და დაიწყეს რაღაც გამოგონილი ნარატივებით საუბარი. ვერ აღმოაჩინეს ამ დასკვნაში ეუთო ოდირის, რომ პირდაპირ მიეთითებინათ, რომ არალეგიტიმურია ამის გამო და ამ გამოგონილი და ყალბი ნარატივებით დაგვიწყეს საუბარი. და ეს ყალბი ნარატივებიც აღმოჩნდა ამ რეზოლუციაში. აი, როგორ შეიძლება ახლა ამის შემდეგ სერიოზულად შევხედოთ, თქვათ, ამ ორგანოს საქმიანობას. იქ, სადაც ფაქტებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იქ, სადაც არგუმენტებს სამართლებრივს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მხოლოდ გამოგონილი ნარატივებს, რომელიც deep state-ის მიერ ანგაჟირებულ, თქვათ, ევროპელ პარლამენტარებს, ევროპარლამენტის წევრებს აქვთ ესე იგი აღებული შეიარაღებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება ის, რომ ამას სერიოზულად არ შევხედავთ და ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას განვაგრძობთ.
ანუ რა გამოდის ეუთოდილის დასკვნასთან დაკავშირებით და არჩევნების თემაზე, ანუ არ მიიჩნევს ევროპარლამენტი და უშუალოდ ეუთოდილს ანგარიშგასაწევ ორგანიზაციად მის მისიას და იმ დასკვნას, რაც გამოქვეყნდა რამდენიმე თვის წინ? თუ დავუკვირდებით, ესე იგი, ყოველ წარმოუდგენელი მიმართულებით განვითარდა ევროკავშირის მიდგომების სხვადასხვა საკითხთან. აი მაგალითად, იგივე თქვენთან დაკავშირებით ავიღოთ, როდესაც თქვათ, იმედთან აქვს რაღაც პრეტენზიები, ხო? ძალიან ბევრი მაგალითი გაუგზავნეთ, რომ თქვათ, დაძაბულობის შემოტანა ქართულ საზოგადოებაში ხდება მათ მიერ ევროპული და ამერიკული ფონდების მიერ დაფინანსებული ტელევიზიებით და იმ ნარატივებით, რომელშიც მილიონებს იხდიდნენ. ესე იგი, ეს დაძაბულობა, რომლის განაიტრიალებისკენ მოგვიწოდებენ, პირიქით მათი შექმნილია და მილიონებით არის დაფინანსებული. ეს ხო ჩვენა ვთქვით, ეს ხო გამოჩნდა. ეს თანხები ხო გამოჩნდა თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გამოაჩინა ეს თანხები. და თუ ვთქვათ, მათი ტელევიზიები ყალბ ნარატივებს ავრცელებენ, ეს დემოკრატიისთვის სასარგებლო რაღაცაა. და ვთქვათ, თუ იმედს აქვს რაღაცა განსხვავებული პოზიცია რაღაც საკითხთან დაკავშირებით, ისინი დემოკრატიის მტრები არიან. აი, ასე ესმით მათ დემოკრატია და დემოკრატიის აღქმა. ანუ ვინც მათ არიზიარებს, ისინი ყველა არიან მტრები. აი ეს ფაშისტური მიდგომები დანერგეს, რაც ყოველდღე წარმოუდგენელია ევროპული მიდგომებისათვის. კი ბატონო, შეგიძლია შენ განაცხადო, რომ არ მეთანხმები, მაგრამ ამიკრძალო ამ თემაზე საუბარი არის ყოველდღე წარმოუდგენელი და ამას აკეთებენ ევროპელი დეპუტატები და ევროპული დემოკრატიის ეგიდით და დროშით. ეს პირდაპირ აყენებს დარტყმას და ეჭქვეშ ასეთი საკითხების განვითარებას. იგივე ეუთოდილთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ წინასწარ აცხადებ, რომ ის შენთვის არის ის ორგანიზაცია, რომლის გადაწყვეტილებაც, რომლის დასკვნაც შენთვის იქნება მისაღები და ამას დაეყრდნობი, მე არ მოგეწონება და დაიწყებ ამ ესე იგი დასკვნის კრიტიკას და მე შემოყავს ისეთი მოთამაშეები, რომელსაც არანაირი კომპეტენცია ამგვარი არ გააჩნიათ, არანაირი მტკიცებულება არ გაგაჩნია პირდაპირ და არც ირიბი, რომ მასობრივად მოხდა კანონდარღვევები საარჩევნო პერიოდში საქართველოში და ასე უბრალოდ ყოველგვარი ფაქტების გარეშე ამას რეზოლუციაში აღმოაჩენ და მოითხოვ ხელახლა ჩატარებას არჩევნებისა, რა თქმა უნდა, ეს არის ყოველდღე წარმოუდგენელი. აი, ეს არის ყველაზე ცუდი მიდგომა deep state-ისა. თუ შენ ჩემ mainstream-ს არ ეთანხმები, თუ შენ ჩემ ხაზს არ ეთანხმები, შენ ხარ ჩემი მტერი, ესე იგი დემოკრატიის მტერიც. ამიტომ ჩვენ ამას ასე ვერ ავყვებით. მაშინ უნდა გავაუქმოთ ქართული სახელმწიფო, მაშინ თქვათ, რომ ჩვენას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას მნიშვნელობა არ აქვს. ის რომ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ამას მნიშვნელობა არ აქვს და მაშინ გამოგვიგზავნონ იქიდან მართველი და ეს ოპოზიციის პოზიციებს რამდენად აძლიერებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბატონ თენგის ოპოზიციისას, რომლისთვისაც მთავარი თემა და მთავარი მიზანი არის ახლა ხელისუფლების κρიტიკა და არა მარტო κρიტიკა. ხო, აი ამაშია ეს რომ იყოს ოპოზიცია და ეს რომ იყოს მართლა კრიტიკა, ამას არ ექნებოდა ესეთი საფრთხის შემცველი არ იქნებოდა და პრობლემა არ არის. ქვეყანაში სადაც ჯანსაღი ოპოზიცია არ არის, რომელიც ოპონირებას უწევს ხელისუფლებას, თქვათ, მის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ის სახელმწიფო დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება. ჩვენ ყველანი დავრწმუნდით, რომ აქ ოპოზიციასთან მისი კლასიკური გაგებით საქმე არ აქვს. აქ გვაქვს საქმე ძალიან მიმძიმს ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ ფაქტს ვერ გავაქცევით აგენტურასთან. ანუ ისინი რა მნიშვნელობა აქვს ესე იგი? მნიშვნელობა არ აქვს იმ გაგებით, რომ იქიდან deep state-ისგან მოწოდებულ ნარატივს ახმოვანებენ, მათ თავისი საკუთარი ნება არ გააჩნიათ. და მე თითქოს ამას წარმოაჩენენ როგორც ქართველი ხალხის ნებას. აი ეს სქემა აქვს მათ დანერგილი და ამაში უზარმაზარი თანხები იხარჯება და ამ თანხების შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და კიდე ძალიან ბევრ რამეს გავიგებთ, როგორ ფინანსდებოდნენ ეს ჯგუფები და როგორ იქმნებოდა ეს ყალბი ნარატივები საქართველოს საწინააღმდეგოდ. ამიტომ ეხლა როგორ იქცევიან, ჩავიდნენ და უკვე იმ დონეზე მიაღწია მათმა სიტყვახედებენ, რომ სერიოზულად ესაუბრებიან, თქვათ, ევრობიუროკრატებს და ევროპის პარლამენტის წევრებს, თქვათ, ვიზა ლიბერალიზაციის და სხვა საქართველოსთვის საზიანო საკითხებზე. ანუ დაუფარავად მტრობენ საქართველოს. ეხლა ასეთ შემთხვევაში ძალიან მიმძიმს და მიზნელდება ასეთ ადამიანებს, ან ოპონენტები, ან ოპოზიცია უწოდო. ისინი არიან უცხო ქვეყნის
გავლენის აგენტები საქართველოში. ამიტომ მათ როგორც ოპოზიციას სამწუხაროდ ვერ აღვიქო. ეს არის ძალიან დიდი ესე იგი გულდასაწყვეტიანური. კი ბატონო, ეხლა ამ თემიდან ბუნებრივია უნდა გადავიდეთ იმ საკითხზე, იმ პროცესზე, რომელიც დაიწყო საქართველოს პარლამენტში, უკვე შედგა დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა. ძირითადი პათოსი მმართველი პარტიის შეფასებებში აი ამ კომისიაზე საუბრისას არის ის, რომ ქვეყნის დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის ეს გამოძიება არის მნიშვნელოვანი საფეხური. რა პროცესმა აიღო სტარტი ამ კომისიის მუშაობის დაწყებით და როგორ გადის აი ამ კომისიის მუშაობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოს მომავლისათვის. იმიტომ რომ ცალკეული ეპიზოდები, თქვა სისხლის სამართლის საქმეები ამ დანაშაულებთან დაკავშირებით იმ წლების, რა თქმა უნდა, არსებობს და ეს მასალაც არსებობს და განაჩენებიც არის დამდგარი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ერთიანი შეფასება, ერთიანი დოკუმენტი, რომელიც ფაქტებს იქნება დაყრდნობილი და არა ახმებს. ჩვენ შევეცდებით, რომ არც ერთი რაღაცა კერძო მოსაზრება არ აღმოჩნდეს ამ დასკვნაში, თუ არ იქნება მითითებული მტკიცებულება და წყარო. თუ არ იქნება მითითებული უკვე დადასტურებული ფაქტები. თუ არ გვექნება ის ჩვენებები, რომელიც კონკრეტულ დანაშაულზე მიუთითებს, რომელსაც თქვათ თუ ახალი იქნება გადაუგზავნით პროკურატურას. აი ეს შეფასება ერთიანი არ მომხდარა. და ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს არის მთავარი, რომ თუ ასეთ სისტემურ დანაშაულს ჩაიდეს ვინმე როდესმე ხელისუფლებაში, ის დაუჯელი არასდროს არ დარჩება, ის შეუფასებელი არასდროს არ დარჩება, რა დროც არ უნდა გავიდეს და რაც არ უნდა მოხდეს. ამიტომ ჩვენ აქეთკენა ვართ მიმართული, ეს არ იქნება ახმებზე და პოლიტიკურ მოსაზრებებზე მხოლოდ დაყრდნობილი დასკვნა, ეს იქნება მტკიცებულებებით გამყარებული დასკვნა. ეს რამდენად რთული ამოცანა ბატონ თენგიზ, რომ გაიმიჯნოს ზუსტად აი მეთოდი ფაქტებზე დაფუძნებული და არ იყოს შეფასებითი. დღეს ამას კომისიის თავმჯდომარემაც გაუსვა ხაზი. რამდენად რთული ამოცანაა აი ამ ზღვარის დაცვა თქვენთვის კომისიის წევრებისთვის, როდესაც მიზანი ისეც არის შეფასება. არა, შეფასება არის მიზანი, მაგრამ შეფასება ფაქტების შეფასება არის მიზანი და არა qalbi ნარატივებისა და მოსაზრებების. ამიტომ ვამბობ, შეფასება არის მიზანი, რა თქმა უნდა, მომში გეთანხმებით. მაგრამ აი თქვა შეფასებებია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, მაგრამ ფაქტები, რომელიც ადასტურებს ამ შეფასების მართებულობას არ არის. რა თქმა უნდა, ამ გზას არ დავადგებით, ჩვენ მათ არ დავემსგავსებით. ჩვენ გავაკეთებთ მხოლოდ ფაქტების შეფასებას. რის მტკიცებულებას გვექნება და რა მასალაც გვექნება იმის შეფასებას. და ეს იქნება მთავარი გამიჯვრა ჩვენი მიდგომებისა, როდესაც ჩვენ რაღაც დოკუმენტს აქვთ და ევროპარლამენტის მიდგომებისა, რომელსაც ყოველგვარი მტკიცებულების გარშე შეუძლია ასეთი რეზოლუციების მიღება. ჩვენ მათ არ დავემსგავსებთ. რაც შეეხება თქვენ პოლიტიკურ ოპონენტებს ოპოზიციის კომენტარებში, როდესაც მათ კითხვას უსვამენ აი ამ საგამოძიებო კომისიის მიზანშეწონილობაზე, ისინი ყოველთვის ხაზს უსვამენ იმას, რომ ეს არის ხელისუფლებისთვის მეთოდი პოლიტიკური ანგარიშწორების. აი ამ ფონის და აი ამ განწყობის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, როგორ წარიმართება თანამშრომლობა კომისიისა კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან, მაგალითად, იმ ნაწილთან, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს აი ამ კომისიის მუშაობის სამიზნე თუ ადრესატი და იმ ნაწილთან მაგალითად გახარიას პარტიასთან, რომელთათვისაც ორი ვაკანტური ადგილია დატოვებული კომისიაში. ეხლა სხვას არც მოველოდი, ეხლა როგორ შეიძლება ეხლა თქვათ ის ვინც შეიძლება იყოს ეჭვმიტანილი ან დამნაშავე, რომელსაც აქვს იმის მოლოდინი, რომ კიდევ უფრო მეტი რამე გამომზეურდება მათი ნამოქმედარი და მათი დანაშაულების კიდევ უფრო მეტად აიღდება ფარდა და ამ ფაქტების შეფასება მოხდება, ისინი მიესალმონ ამ კომისიის მუშაობას. ან იმას მიესალმონ, რომ ეს ყველაფერი ერთად შეკრებილი კიდევ უფრო საჯარო გახდეს, თქვათ, ჩვენი მოსახლეობისათვის. თავარი ის არის, რომ ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობა არის ღია და დასკვნების გაკეთება მხოლოდ ჩვენ კი არ შეგვიძლია კომისიის წევრს. ეს შეგიძლია თქვენს, ნებისმიერ ჟურნალისტს, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს. იმიტომ რომ ისინი ამ ფაქტების შესახებ პირდაპირ კომისიის პირდაპირ რეპორტაჟებში მოისმენენ, თქვათ, რას და რის შეფასებასაც ვაპირებთ. მერე თუ არასწორი შეფასება იმ ფაქტებზე გამოვიტანეთ, ამ დასკვნასაც თქვენს გააკეთეთ ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, და ასევე საქართველოს მოსახლეობა. მაგრამ ის ხალხი ვინც ჩაიდინეს ეს მასობრივი დანაშაული, რომელზეც განაჩენებიც არის დამდგარი, რა თქმა უნდა.
და კიდევ ბევრი სიახლით შეიძლება გახდეს ცნობილი, რა თქმა უნდა ისინი ამას არ მოესალმებიან და როგორ შეიძლება ეს მოლოდინი ვინმეს ჰქონდეს. რა თქმა უნდა ამის მოლოდინი არ აქვს, მაგრამ ქართველ ხალხს აქვს უფლება ყველა დეტალი იცოდეს იმ მასობრივი დანაშაულისა და იმ მასშტაბებისა, რაც მაშინ მოხდა წინა ხელისუფლების. ამ თემებიდან ალბათ უნდა შევეხოთ ყველაზე საინტერესოს და მტკივნეულს, თუ შეიძლება ასე ეწოდოს და ალბათ თამამად შეიძლება ასე ეწოდოს, ეს არის ომის თემა. აი ამ კუთხით არსებობს პარლამენტის ადრინდელი საგამოძიებო კომისიის მიერ მოკვლეული თუ შეგროვებული ფაქტები. არსებობს საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ხომ? კიდევ რა კითხვები არსებობს აი ამ მიმართულებით ომის თემაზე? ახლა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები რაც არის, ის ჩვენთვის არის უკვე დამდგარი ფაქტი, ის როგორც მტკიცებულება ჩვენთვის მტკიცებულებაა. უფრო მეტიც, ეს ფაქტები არ დადგებოდა და ეს მტკიცებულებები საერთაშორისო სასამართლოებში არ შეიქმნებოდა და ეს გადაწყვეტილებები არ იქნებოდა მიღებული, რომ არა საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი ხელისუფლება. სწორედ ამ პირობებში მოხდა და სწორედ ამ ვითარებაში მოხდა ამ სასამართლოების მოგება. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებოდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, თქვა საერთაშორისო ასპარეზზე. მეცაც გეტყვით. ის ხალხი, რომლებიც დღეს ჩვენი ოპონენტების რიგებში არიან, კენჭის კი იყარეს საქართველოს პარლამენტში, იყვნენ 2008 წელს საჩივრის შემტანები სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სამხედროების წინააღმდეგ, რომ თითქოს და მათ მასობრივად ჩაიდინეს ადამიანის უფლებების შელახვა ცხინვალის რეგიონში. საკუთარი ქვეყნის არმიის წინააღმდეგ შეიტანეს და ლამის გენოციდის მომწყობებად გამოაცხადეს. აი ეს ადამიანები ახლა ოპონირებას გვიწევენ ამ საკითხში. მათ რა თქმა უნდა არ უნდათ იცოდნენ, მათ არ უნდათ რომ ნათელი გახდეს მთელი საქართველოს საზოგადოებისთვის, რისთვის გააკეთეს ეს, ვისი დაკვეთით გააკეთეს ეს, ვისი დაფინანსებით გააკეთეს ეს. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე არ მოხდება. ქართველი ხალხი ყველაფერს დეტალურად გაიგებს ამის თაობაზე. ძალიან დიდი მადლობა ბატონთენგის. წვრილი მიუძღო. დაასრულეთ და დავუმთავროთ. დიახ, მადლობა თქვენ. დიდი მადლობა თენგი. ეს არის მთავარი. მადლობა ბატონთენგის. თენგის შარმანაშვილი იყო დღის ქრონიკის სტუმარი. ჩვენ ახლა სტუდიაში განვაგრძობთ საუბარს. ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე შემოგვიერთდა. გამარჯობა ბატონო ამირან, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. 24 თებერვალს 3 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის ღია აგრესია უკრაინაში. ხო, 12 თებერვლის წუხადელმა სატელეფონო საუბრებმა ერთგვარად გააჩინა მოლოდინი, რომ გამოიკვეთა ომის დასრულების კონტურები. აი როგორ შეაფასებთ თქვენ ამ სურათს, რაც უკვე ვიცით ჩვენ საჯარო წყაროებიდან, შეიძლება თუ არა ეწოდოს ამ ვითარებას ომის დასასრულის დასაწყისი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, უკვე შეიძლება საუბარი იმაზე, რომ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა ომის დასასრულებლად, უბრალოდ ჯერჯერობით ვადებს ვერავინ იტყვის, ეს მოხდება ერთ კვირაში, ერთ თვეში თუ კიდევ რამდენიმე თვეს გასტანს და ხო არ მოხდება მოლაპარაკებების დროს რაიმე ისეთი, რამაც შეიძლება ეს პროცესი ჩაშალოს, ესეც საკითხავი თემა არის, ხო? ანუ ფრთხილი მოლოდინი შეიძლება და. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ სხვადასხვა განცხადებებს, განსაკუთრებით ევროკავშირის მხრიდან მაგალითად, რომ არ შეიძლება ევროკავშირის გარეშე ამ მოლაპარაკებების გამართვა. გვესმის განცხადებები ტრამპის მისამართით პრეტენზიები, რომ ეს ხომ არ არის ღალატი უკრაინის და კონკრეტულად თუ ავსთები ამერიკის თავდაცვის მინისტრს დაუსვეს პირდაპირ ეს გაჭრილად ეს კითხვა და ასე შემდეგ. უკრაინას რა თქმა უნდა აქვს თავისი კითხვები, იმიტომ რომ ეს სატელეფონო საუბარი, როგორც ახლა მედიაში იწერება, უკრაინის გარეშე შედგა და მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა ტრამპმა სოციალური ქსელით, რომ დაურეკავდა პრეზიდენტ ზელენსკის და ჩააყენებდა საქმის კურსში, თუმცა მე მაინც ვიტყოდი იმას, რომ არავისთვის არ ყოფილა მოულოდნელი ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარი, ხო? ტრამპი აცხადებდა ჯერ კიდევ წინა საარჩევნო პერიოდში, რომ შეეცდებოდა, ანუ 24 საათში დავამთავრებ, ახლა ვადები გადაწია, მაგრამ ის რომ ტრამპს ჰქონდა ამის სურვილი და ეს იყო მისი წინა საარჩევნო დაპირება, როგორც ამერიკელი ხალხისთვის, ასევე მსოფლიოსთან მიმართებით, ხო? ეს არ იყო სიახლე.
არჩევნების შემდეგაც იმ პერიოდში სანამ ინაუგურაციამდე პერიოდში მაშინაც კეთებოდა იგივე განცხადებები და პირველი დღიდან ინაუგურაციის როგორც კი შევიდა თეთრ სახლში ერთ-ერთი მთავარი თემა არის მისი და ის მუდმივად აკეთებს აქცენტს ზელენსკისთანაც მას რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა ხო ნახეთ ეს შეხვედრები უამრავი შეხვედრა ჰქონდა ევროკავშირის როგორც ცალკეულ ლიდერებთან გულისხმობს სახელმწიფოს ხელმძღვანელებს ეს მაკრონი იქნებოდა თუ სხვა ასევე თვითონ ევროკავშირის სხვადასხვა თანამდებობის პირებთან ხო ანუ არავისთვის არ უნდა ყოფილიყო ევროკავშირის გულისხმობ და მის ლიდერებს მოულოდნელობა ტრამპის ასე ვთქვათ შესაძლო ნაბიჯები რომ ის აპირებდა რუსეთთან და კერძოდ პუტინთან დალაპარაკებას ხო ეხლა პუტინთან დალაპარაკების გარეშე რომ საკითხი არ დაიწყებოდა აი ეს დეტალები რაც აი ამ სიტუაციას ახლავს გარშემო დეტალები მნიშვნელოვანი დეტალები მაგალითად ტრამპი ესაუბრა ჯერ პუტინს შემდეგ ესაუბრა ზელენსკის ჩვენ ასევე ვიხილეთ აი ამავე დროის ამავე მონაკვეთში პიტერ ჰეგსეტის განცხადება ხომ რომ უკრაინა არ იქნება და ვერ იქნება ნატოს წევრი რომ ევროპამ უნდა იზრუნოს შემდეგ მის უსაფრთხოებაზე შემდეგ იყო ევროკავშირის წარმომადგენლების ეს განცხადება აი რა მიზეზ შედეგობრივი კავშირი შეიძლება დავინახოთ აი ამ ნიუანსებით დიდ საერთო სურათში თუ შეიძლება სხვა განცხადებებიც იყო ხო კონკრეტულად რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იქ უამრავი სხვა მეხუთე მუხთან დაკავშირებით რომ უკრაინაში არ იქნება ნატოს ჯარები არ იქნება ამერიკის ჯარი და სხვა ახლა ეს ფაქტები ახლა როგორ შეიძლება ამის შეფასება საერთოდ ყველა ომის შედეგები წყდება ბრძოლის ველს და ეს არის რეალობა და სოის მაგივრად ვერ დავდებ თავს და მთელი ამ 3 წლის განმავლობაში მუდმივად ვაკეთებდი აქცენტს იმასთან დაკავშირებით რომ დასავლეთის დახმარება უკრაინისადმი იყო არასაკმარისი და ეს იგრძნობოდა პირველივე დღეებიდან როცა დასავლეთმა ამერიკამ ევროპასთან ერთად 50 სახელმწიფოსგან შემდგარმა კოალიციამ დაიწყო უკრაინისათვის როგორც ფულადი დახმარების გაწევა, ასევე შეერაღების და ტექნიკის მიწოდება. ახლა დეტალებში არ შევალ, როგორ ხდებოდა თანხების, ასე ვთქვათ, აკუმულირება, რა მიდიოდა სამხედრო მრეწველობაში, რა შეხედავდა აქედან უკრაინა კონკრეტულად და ჩვენ ვიხილეთ ახლახანს მთელი სერია ზელენსკის ინტერვიუების საყვედურები, როცა ამბობდა, რომ მე მხოლოდ ამდენი ვნახე ამ თანხიდან და ასე შემდეგ ამ დეტალებში არ შევა. მთავარი არის ის, რომ დასავლეთმა ბრძოლის ველზე ვერ უზრუნველყო უკრაინის არათუ უპირატესობა, რაც აუცილებელია წარმატებული საბრძოლო მოქმედებისთვის, არამედ თანაბარი ბალანსიც კი ვერ შექმნა. რა იგულისხმება აქ? იგულისხმება დავიწყოთ აერიდან თვითმფრინავების რაოდენობა, რამდენი აქვს რუსეთს და პლუს რუსეთის სამხედრო მრეწველობა როგორ ამუშავდა ყველა მიმართულებით ეს კიდევ ცალკე შესაძლებელი და სასაუბრო თემა და რამდენი თვითმფრინავი ავიაცია მთლიანობაში თვითმფრინავები შეუმფრენები და ასე შემდეგ გააჩნდა უკრაინას. ხმელეთზე ტანკები, ქვემეხები, ჭურვების რაოდენობაც კი ვერ მიაწოდეს იმდენი, რამდენსაც აწარმოებდა რუსეთი. იყო იქ რაღაც საუბრები, აი ჩრდილოეთ კორეა ეხმარება, ერთი ჩრდილოეთ კორეა დაუშვა დაეხმარა და თუნდაც ირანი, როცა აქეთ მხარეს არის 50 სახელმწიფო. რასთან ჰქონდა საქმე? აი ამ 50 სახელმწიფოს, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი პლუს მრეწველობა ბევრად აღემატება რუსეთისას, ხო? და ეხლა ჩრდილოეთ კორეას ერთად მოსატანიც არ არის აი ამ ხელა მონსტრებთან, ხო? რატომ ვერ მოხერხდა ეს? აი ამაზე არის პასუხები გასაცემი ახლა ამაზეც წელი სასაუბროა მე არ უბრალოდ კითხვას დავტოვებ ვერ თუ კონკრეტული ვერ თუ არა ეს არის ახლა ისიც არის და ისიც ახლა სირთულეები აქვს რუსეთისთვის მარტივია თავისი მოწყობიდან გამომდინარე როცა ცენტრალიზებულად იმართება სახელმწიფო და მთელი სამხედრო მრეწველობა არის სახელმწიფო მმართველობის ქვეშ არის კერძო კომპანიები მაგრამ მაინც ცენტრალიზებულად ხდება მათი მართვა გადააწყო მთლიანად ეს ყველაფერი სამს მენაში ამუშავებდა მთელი ამ წლების განმავლობაში და ფაქტობრივად
ის რომ სანქციებით ვერ დაზიანდა რუსეთი, რა თქმა უნდა დაზიანდა, გვაქვს საუბარი ამაზე რომ არ ჩამოიშალა რუსეთის ეკონომიკა და პირიქით ევროკავშირთან შედარებით მთლიანობაში და მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებია ეკონომიკური ზრდაც კი ქონდა, ხო? ყოველი ამ სამ წლის განმავლობაში და გაისადაც 3.5-4.5%, აი ესეთი არის მოლოდინები, ანუ სანქციებმა ახლა შედეგები ვერ გამოიღო თქო, ამაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ის შედეგი, რა შედეგიც იყო აუცილებელი იმისათვის, რომ რუსეთს ვერ შეძლებოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების წარმოება, ეს ვერ იქნა მიღებული, თორემ რა თქმა უნდა ეკონომიკურად დაზიანდა რუსეთი და ახლა რამდენ ხანს გაძლებს ასე და რა გავლენებს იქონიებს და 2 წლის ან 5 წლის მერე რა მოუვა, ეს ალკე შესაძლებელი საკითხია, მაგრამ უკრაინამ რა მიიღო ამით, ხო? ანუ უკრაინისთვის სასურველი შედეგები არ დადგა ამ სანქციებს. აი ამ სურათიდან გამომდინარე. აი მე რატო მინდოდა ეს რომ აი მთელი ამ 3 წლის განმავლობაში დასავლეთის დახმარება არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე მიეღწია სასურველი შედეგისთვის, ხო? პირიქით ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსეთი მუდმივად აღმოსავლეთის ფრონტზე ყოველდღიურად მიიწევდა წინ, ახლა ბოლო დღეებში არის ცოტათი შენელებული, მაგრამ თუ ვინც ნახავს დინამიკას და ვინც აკვირდებოდა რა ხდებოდა აღმოსავლეთის ფრონტზე განსაკუთრებით აი დონბასის მიმართულებით დამეთანხმებიან. აი ეს არის თავარი, ანუ ეს ვერ მოხერხდა და ვინც უნდა დააბრალონ ეს, რუსეთს უნდა დააბრალონ, თუ აი 50-მა სახელმწიფომ თავის თავს და მიზეზები ეძებონ, რატომ არ თუ ვერ. და როცა ბრძოლის ველზე შედეგი დგება, პლუს აქ არის უზარმაზარი მსხვერპლი, პლუს ტრამპის პოლიტიკური განცხადებები, დაპირებები, რომ ეს ომი უნდა დავასრულოთ, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ის, რომ აქეთკენ წავიდოდა სერიოზული ნაბიჯების გადაგება. აი ამ არსებული სურათიდან გამომდინარე, თქვენ აი რამდენჯერმე გაუსვით ხაზი, რომ ომის ბედი წყდება ხოლმე ბრძოლის ველზე. აი თუნდაც ბრძოლის ველზე და ფრონტის ხაზზე არსებული სურათიდან გამომდინარე, აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რა ფონს ქმნის ეს პირობები მოლაპარაკებათა მაგიდაზე, რა შეიძლება დაიდოს. თუნდაც ტერიტორიულ ნაწილში და უსაფრთხოების, მომავალი უსაფრთხოების ნაწილში. აი ესე რომ გავყვეთ. ახლა რა არის აქ თავარი? ჩვენ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გვახსოვს პუტინის მოდი ულტიმატუმი დავარქვათ პირდაპირ. ასეთი ფორმით იყო ეს საზოგადოებისთვის მიწოდებული. თავარი მოთხოვნები გარდა იქ უკრაინის საკითხისა და ნატოს გაფართოებისა იყო გლობალური უსაფრთხოება და რუსეთისთვის უსაფრთხოების გარემო შექმნა. იქ არის უამრავი შეთანხმებები, რომელიც შეთანხმებებიდანაც მოხდა გამოსვლა მხარეების, ახლა არ აქვს მნიშვნელობა ვინ პირველი და ვინ შემდეგ. ფაქტია ის, რომ 60-იანი წლებიდან აი 2000-იანებამდე რა საერთაშორისო შეთანხმებებიც იქნა მიღწეული, რომლებიც უზრუნველყოფდნენ აი ამ არქიტექტურას უსაფრთხოების, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასე ვთქვათ, მივიღეთ ჩვენ და იმუშავა თითქმის 9 საუკუნეზე მეტი. ეს ყველაფერი ჩამოიშალა. არც ერთი შეთანხმება დღეს იარაღის კონტროლის და სხვა მიმართულებით აღარ არსებობს, არ არის ძალაში გარდა ბირთვული იარაღის გავრცელების. აი ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა და რატომ ისაუბრა იგივე ტრამპმაც, რომ განაუბრალო ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა. ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია თუ არ იქნება ამ გლობალურ საკითხებზე საუბარი და ამიტომ ისაუბრეს ახლა რა ტრამპისგან გავიგეთ, რუსეთს გავიგეთ ჩვენ. არ იყო მხოლოდ უკრაინაზე საუბარი იყო ახლო აღმოსავლეთზე, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე, ეკონომიკურ პროცესებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან დღის წესრიგში. და ერთ-ერთი საკითხი იქნება უკრაინის ეს მოწონს ვინმეს თუ არ მოწონს, ეს ასე იქნება, იმიტომ რომ ეს უკვე ასე გახმოვანდა ტრამპის მიერ, ხო? უამრავი საკითხი ჩამოთვალა, რაზეც ისაუბრა საათნახევრის განმავლობაში პუტინთან. რაც შეეხება კონკრეტულად ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას და ტერიტორიებს, ეს ეხება კერძოდ უკრაინას და უკრაინის ინტერესებშია და მე ამიტომ გავუსვი ხაზი და ბევრი ვისაუბრე, რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს, ამ დახმარებას, ბალანსს და ის რაც ვერ მოახერხეს უკრაინისთვის არახელსაყრელი პირობებია და იმიტომ გააკეთეს ის განცხადებები, რაც მაგალითად თავდაცვის მინისტრმა და სხვაებიც ამბობენ, მიანიშნებენ ამაზე,
რომ ტერიტორიების დაბრუნება ვერ მოხერხდება. რომ მოხერხდეს ტერიტორიების დაბრუნება, მაშინ რა უნდა გაკეთდეს? მაშინ უნდა გაკეთდეს იგივე რაც დაიწყო 2022 წლის გაზაფხულზე, როცა მთელი ეს 50 სახელმწიფოსგან შემდგარი მანქანა თავისი სამხედრო მრეწველობით ეხმარებოდა უკრაინას. ესე იგი ეს ახლიდან არის დასაწყები. და არიან ამის გამკეთებლები, თუ არ არიან, თუ ვერ დაეხმარებიან და უბრალოდ დროში გაიწელება ეს პროცესი თვეების და კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, აქ რასთან გვექნება საქმე? გვექნება უკრაინის გენოფონდის განადგურებასთან მთლიანად. უკვე დაიწყო საუბრები და ჩვენ სოციალურ ქსელში ვხედავთ, რომ უკვე 25 წლამდე ახალგაზრდებიც მიყავს ქუჩებიდან და ზელენსკის განცხადებაც ვიხილეთ ჩვენ ხომ იქ ნებაყოფლობით ასე ვთქვათ გამოაცხადა და გარკვეული შეღავათების შესთავაზა მათ, ვინც 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ასე ვთქვათ ნებაყოფლობით გამოთქვამენ სურვილს და რამდენხანს ეყოფა ეს უკრაინას თუ 3 წლის განმავლობაში დადგა ის შედეგი რომ 27-დან 25 წლამდე ჩამოწიეს და არ ეყო ეს ადამიანური რესურსი აი ამ ომს ხო სადაც 100,000-ობით ადამიანი იხოცება და ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ მეტი სახი ჩრდება, ხო? არ ეყო ეს რესურსი. ესე იგი 25-დან კიდევ ქვემოთ არის ჩამოსაწევი და რამდენხანს ეყოფა დაუშვათ 18-დან 25 წლამდე. 1 წელი, 2 წელი, 3 წელზე მეტხანს ხო ვერ ეყოფა და არის მეორე მხარეს სახელმწიფო, რომელსაც 140 მილიონიანი მოსახლეობა ყავს. იქაც ზარალდება და იქაც არის სასაფლაოები გახსნილი ანალოგიურად როგორც უკრაინაშია, მაგრამ უკრაინას რა ანუ აქ საუბარი იმაზეა, რომ რუსეთს ადამიანური რესურსები ბევრად მეტი აქვს და შეძლებს გააგრძელოს ეს ომი. აი ეს იქნება მოლაპარაკებების მაგიდასთან და უკრაინა იქნება იძულებული წავიდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და იქ ეხლა რაიმე დათმობაზე წავა თუ არა რუსეთი უკვე დამოკიდებულია იმაზე თუ რა შესთავაზებენ ერთი მხრივ რაც შეეხება რუსეთის მოთხოვნებს რომ მის ირგვლივ მისთვის სასურველი უსაფრთხოების გარემო იყო შექმნილი და მეორე ეკონომიკური დივიდენდები. აი აქ თუ მოახერხებს ამერიკა და დასავლეთი მთლიანად რომ ისეთნაირად წაიყვანონ მოლაპარაკებები რომ უკრაინის სასარგებლოდ რაიმე დაათმობინონ რუსეთს, რა თქმა უნდა ეს იქნება უკრაინისთვის კარგი. ამაზე ახლა პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. ხო, ახლა რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს, საბოლოო ჯამში ეს დიპლომატია და წყდება მოლაპარაკებების დროს. ძალიან დიდი მადლობა ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე გახლდათ ჩვენი სტუმარი. დღის ქრონიკა დღეს ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით.